ნეტგაზეთის ლაივს. ახლა მიმდინარეობს ყოველკვირეული მარში, შაბათის მარში, რომელიც ზოგადად ეხება სხვადასხვა თემებს. დღევანდელი თემა არის ძალა ერთობაშია და მოქალაქეები ფილარმონიიდან, პარლამენტიდან მარშს მიემართებიან. ჟურნალისტ მარიამ დიზარიას, ნეტგაზეთის ჟურნალისტ და ტაბლო ჟურნალისტ მარიამ კოკავას ეძება მზისკენ ხელოვნურად გადაკეთებას, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ მოვალეობას, ჟურნალისტურ მოვალეობას. მათი პროცესები ჯერ ჩადენილია, მაგრამ ორივეს ემუქრება 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. ხარდაჭერი აქცია დაანონსა. ისინი ქალთა დღეს მიულოცავენ ქალ პოლიტპატიმრებს და გამართავენ აქციას თავის ციხესთან. ასევე 9 მარტს ჩაინიშნა სტუდენტური აქცია ილიაუნის აკორპუსთან, რომელიც შეეხება განათლების დეფორმას. 9 მარტს ხუთაზე ილიაუნის აკორპუსთან სტუდენტური აქცია იმეორება, რომელიც უშუალოდ განათლების დეფორმას ეხება და ასევე მათ ხარში უდგათ მათ სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები და სხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. დღეს ასევე ჩატარდა პოლიტიკური ალიანსის ერთ-ერთი მორგის შეხვედრა, სადაც პოლიტიკურმა ოპოზიციონერები უშუალოდ გაისაუბრნენ სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს და სხვა საზოგადო მოწმეებს. მათ ჰქონდათ მორგის შეხვედრა, სადაც ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე. ნახოთ ნეტგაზეთის სოციალური სანახი. ამ დროს